მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოვამზადოთ ერბო, რომელიც განსხვავებით მცენარეული ზეთისგან გახურების და გაცხელების შემთხვევაში არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და ორგანიზმისთვის არის ძალიან სასარგებლო ცხიმი. მას ასე დაგვჭირდება ნატურალური 82%-იანი კარაქი. მე ავიღე 1 კილოგრამი და 120 გრამი კარაქი, რომელიც მოვათავსე ქვაფში და დავადგი დაბალ ცეცხლზე გასადნობად. როცა კარაქი ბოლომდე გალხვება, ის თანდათან დაიწყებს დუღილს და გაიკეთებს ქაფს, რომელიც აუცილებლად მოვხადოთ. და ეს ქაფი არამც და არამც არ გადაღვაროთ, რადგან არის ძალიან ცხიმიანი და შეგიძლიათ დესერტებში გამოიყენოთ. ერბო კი ვადუღოთ კვლავ დაბალ ცეცხლზე, რომელსაც დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, თუმცა მარილი შეგიძლიათ თავიდანვეც დაამატოთ. და ვადუღოთ მანამდე, სანამ ასეთ გამჭვირვალე მასას არ მივიღებთ. შემდეგ ერბო გადავასხათ სტერილურ ქილებში. მინდა გითხრათ, რომ 1 კილოგრამი და 120 გრამი კარაქისგან 950 გრამი ერბო მივიღე. ქილებში ჩასხმული ერბო დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე. როგორი ლამაზი და გამჭვირვალე ერბოა, მაგრამ ის თანდათან გამყარდება და სულ სხვა ფერს მიიღებს. ოთახის ტემპერატურაზე დატოვებული ერბო აი ასეთი კონსისტენციის გახდება. ხოლო თუ მას შევდგამთ მაცივარში, უფრო გაღიავდება და გამყარდება და აი ასეთ სასარგებლო და ძალიან გემრიელ ერბოს მივიღებ, რომელიც შეგიძლიათ 6 თვემდე შეინახოთ. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.